მეგობრებო, გამარჯობათ ყველას, ბედნიერება, სიხარული და რათა ვარ ღმერთი იყო ჩვენთან. ღმერთი იქნება ჩვენთან, შევასრულეთ მის ცნებებს, მის სწავლებებს და პრობლემა არ გვექნება. ხო მეთანხმებით მეგობრებო, მასია და გავაგზავნით. დავიწყოთ ჩვენი ვექტორული ქვეყნის შესახებ ლაპარაკი. ერთი კვირა გავიდა და იქიდან გამომდინარე რომ ახლა ჩვენ ხო თქვით რომ შევეცდები რომ ერთ კვირაში ერთხელ ჩვენ პრობლემებზე ვილაპარაკოთ, სახელმწიფო პრობლემებზე და საქართველოში მიმდინარე პრობლემებზე. ახლა სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც არ არის ბიჭო შენი საქმე, ატრიალერული, ამაზე ჩვენ პასუხი გავეცით და რა ვქნათ, ეხლაც გამოვალ ისეთი აზრით და ისეთი თემით. უпростоრეთ ჩვენი არხი ხო ფაქტიურად მაგას ემსახურება, რომ რაღაც გადასაჭერი პრობლემა რო არის მიმდინარე სკოლური იქიდან ლიტერატურას ხო ფილოსოფიას ხო ყველაფერს ხო და ვცდილობ რომ გადავჭრათ ხო დაბრკოლებები. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს და ზოგი იძახის რომ არა ბიჭო ეს შენი საქმე და რა ვიცი ასეთი კატეგორიის ხალხი სამწუხაროდ არიან, მაგრამ ისინი ჩვენები არიან და თუ არ მოსწონთ უნდა გადართო და არ მოგვისმენთ. რატო დავიწყე ხალხად ლაპარაკი, რომ ეხლაც დღესაც მინდა ისეთი კუთხით მოუდგე ამ ჩვენ პრობლემას, რასაც არაბიზაცია ქვია და ძალიან დიდი პრობლემაა სამწუხაროდ, მაგრამ გადაუჭრელი ნამდვილად არ არის. ეხლა ჩვენ უსმენთ 1000 რაღაცეებს, ხო, ზოგი ამას ამბობს, ზოგი იმას ამბობს. ნებისმიერ იმაში ჩართავ YouTube-ში შეხვარ, ყველა აკრიტიკებს და ყველა თავისებური გამოაქვს და ცუდი თუ კარგი არის, მაგრამ მეც ეხლა არ ვარ გამონაკლისი თავისთავად, ეხლა ჩვენს რამდენიმე ვიდეო მიუძღვენით ამ თემას, მაგრამ თემა საკმაოდ სერიოზულია და გადასაჭრელია. მაგრამ ეხლა მე დღეს მინდა ცოტა სხვანაირად მივუდგე, თუმცა არანაირ სხვანაირად არ არის, ესე ცხოვრებისეულია და ნახე და ვიცი რომ ზოგი ისეთი გამოჩნდება, რომელიც დაიწყებს ჩემ კრიტიკას, ქილიქს, აცინვას, ბევრი ვერ გაიგებს, ბევრი გაიგებს, მაგრამ ჩვენ მაგისთვის ხო მზათა ვართ, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ავყვებით იმ ზედმეტ ლაპარაკს და ზედმეტ შეურაცხყოფებს. ჩვენი მთავარი მიზანია გავიდეთ შედეგზე, დისკუსიით, ლაპარაკით, არგუმენტებით, ფაქტებით და ასე შემდეგ. და ვიდეოს ჩვენებურად ჩვენს სტილში სანამ ამ თემაზე დავიწყებ ლაპარაკს, მე ვიტყვი წინადადებას, როგორც ვაკეთებთ ხოლმე და იმ წინადადებითვე დავამთავრებ. ამ წინადადები იქნება ჩვენი ვიდეოს სათაურიც. საქართველოს შემოეხვია მახრჩობელა გველი, რომელსაც უნდა ჩვენ დაგვახჩოს, გადაყლაპოს, მაგრამ არ გამოუვა. მოგეხსენებათ იგავ-არაკული ენა, ლიტერატურაში ეზოპეს ენა, სულხან-საბას ენა და საერთოდ იგავური ლაპარაკი არის ხოლმე გამგები გაიგებს, არ გამგები არ გაიგებს. ეხლა ზოგი იძახის რომ რაღაცის გეშინია, არ გეშინია, მე პირადად ამ შემთხვევაში არაფერს არ მეშინია, მაგრამ ამ ცხოველური ენით, ამ იგავ-არაკების ენით დავიწყებ ლაპარაკს და სათაურიდან გამომდინარეც ზოგი მიიღებს, არ მოიღებს, მაგრამ კონკრეტულად მე არ მიუსახავ. ყველა მიხვდება ვიზია ლაპარაკი, როგორ არის ლაპარაკი, მაგრამ არ მინდა ვინაიდან ჩვენი არხი არავის შეურაცხყოფას არ აყენებს, არავის ზედმეტს არ აყენებს, მაგრამ სათქმეს ამბობს და იგავ-არაკი და ეს ფორმა ერთ-ერთი სახეობაა და სანამ ამ ვიდეო ჩავწერდი, როგორ გამომესახა ეს საქმე, ძალიან ბევრი სალაპარაკოა, მაგრამ ვიფიქრე რომ მოდი ორ ნაწილად გავყოფ. პირველი იქნება იგავ-არაკული და მეორე იქნება უკვე კონკრეტული, უკვე ადამიანების ცხოვრებიდან გამომდინარე და საერთო ჯამში იგავ-არაკული ენით ვილაპარაკებ თუ პირდაპირი მითითებით ვილაპარაკებ, ყოველი ჩვენი ნალაპარაკები, თქვათ რომ შევადარებ რაღაცა და პლუსი და მინუსი, იქვე მესამეს მივაყენებ რომ რა არის გამოსავალი. ცოტა ჩავხლართ არა, მაგრამ ჩემი აზრით მეგობრებო, ჩემი გაგება არ გაგიჭირდება დრისი თქმა მინდა. მოდი დავიწყოთ პირველი ნაწილი იგავ-არაკული. აი მეგობრებო, ნახეთ, აი ცხოველები რა მაგალითს გვაძლევენ, ხო იგავში, ლიტერატურაში, ტექნიკაში, აი თუნდაც გვარები, ვეფხვაძე, ლომაძე, ტურაშვილი, არ დაფიქრებ რა რატო ეს გვარები საიდან მოდის გელაძე, ეს კი ხასიათს ამჟღავნებს, ხო?
ამ გვარის იმაში რაღაცა ხასიათი, მგელი და ცხოველი და გარე ბუნებიდან რაღაცა მაგალითი აიღეს და ის ცხოველის ხასიათი ადამიანის ხასიათში გადმოდის და აქედან გამომდინარე ახასიათებს იმ ადამიანის ხასიათს. გელაძე, ლომიძე, ტურაძე, რა ვიცი, რა მელაძე ხო? უცბად ესეთი გვარებს რო წარმოდიო, უცბად ატომაც გონია რომ იმ თვისებას ამჟღავნებს, რასაც ის ატარებს, ხო? რატო? ალბათ რაღაცა არის ჩადებული. ეს 1 და 2 წელში ხوارდება, ეს ხდება საუკუნეების განმავლობაში. ბუნებიდან ადამიანები ძალიან ბევრ რაღაცას იღებს. აი მაგალითად ვერტფრენი ან არქიტექტურა, აი რა ადამიანი თვითონ კი არ იქონებს, აი რასაც დაინახავს ბუნებაში, იმას იყენებს და მერე სასარგებლოდ ანვითარებს. აი მაგალითად გაუტი აიღეთ, ხო, არქიტექტორი რო არის բոլოეს ყველაზე. ყველაფერი ცხოველის ჩონჩხიდან მიღებული, აი კონსტრუქციიდან აშენებდა არქიტექტურულ შენობებს. აი კონსტრუქტორები თვითმფრინავები რო დაფრინავენ, ვეტრენები რო დაფრინავენ, აი ყველაფერი ცხოველებიდან არის აღებული. ნუ ეხლა მე იმას რას ვიძახი, რომ მაგალითები გამოვაქვს ბუნებიდან. ხო და აქედან გამომდინარე ხასიათებსაც ვიგებთ, ხო და ამ ცხოველი ბუნებაში ჯაჭვია, ხო, გადარჩენი ჯაჭვი, კვების ჯაჭვი, ხო, ეს გაგონილი გვაქვს და განსაკუთრებით და ვისაც უყვარს კი არა ძალიან გავრცელებულია ინტერნეტში ცხოველები, როგორ ცხოვრობენ, როგორ იბრძვიან, რას აკეთებენ და როგორ რას მოქმედებენ. ჩვენ ახლა ამას პოლიტიკას ვეძახით, ცხოვრებას ვეძახით, ეკონომიკას ვეძახით, მაგრამ რო შეადარო ცხოველური სამყარო და ცხოვრებას, იგივე ხდება რა, უბრალოდ ჩვენ ახლა ადამიანები ვარ და გონია რომ ეს ჩვენ თვითონ მოვიგოთ, მაგრამ ამ დროს ბუნებაში ეს ყველაფერი ხდება. ხო და გონი ბევრს ლაპარაკობ, მაგრამ მივალ იქამდე. და აი ჩვენ სათაურს რა დავარქვით, რომ საქართველოს შემოიხვია აღჭობელა. ეხლა ლომი რომიდის სანადიროდ პირდაპირ ეტაკება და დაეჯახება, სპილო რომიდის მასიურად დაეჯახება. მელია ცდილობს რაღაცნაირად ეშმაკურად შეგეპაროს და დაიჭიროს ის თავისი ნადავლი. შხამიანი გველი ცდილობს რომ მოშხამოს ის ვინც უნდა მოინადიროს და მერე რომ მოკლავს ის თავისი შხამით. 1000 მეთოდებია. და აი ყველაზე ესეთი რაც ახლა ხდება საქართველოს გარშემო, საქართველოს მოეხვია აღჭობელა გველი და რას აკეთებს, რა უჭერს და ელოდება თან უჭერს და აი ხო გინახიათ როგორ აკეთებს ეს აღჭობელა გველი, ანაკონდა რო გააკეთებს და უმეტესად მასე ნადირობს და სხვანაირად არ შეუძლია. იმას ზარაბა აი ესე უჭერს და ელოდება რა, ელოდება და ეს სანამ სხვერპლი იქ არის, ფეხებს აფარცხალებს იქაც, აფარცხალებს და მერე კვდება. ასეთი მეთოდით ანაკონდა ელევა ლომს, რა ვიცი, ყველანაირ ცხოველს, ეს ასეთი მეთოდი აქვს. და არ გაგონებთ ჩვენთან მდგომარეობას, აი შემოგვეხვია ეს რაღაცა აქვიებას. ანაკონდა და გვახჩობს და ჩვენ ელოდება, როდის ამოვისუნქებ, როდის დავიხრჩობით. ამ შემთხვევაში დიდი დალა ესე რაღაც გვახჩობს ეკონომიკა და განადგურებს იქ პრობლემებს გვიქმნის, წადით მოსახლეობა გარეთ, ნუ ხმათი ჯერ ისე ცხოველებზე ვილაპარაკობ, მე გადავიდე წადით და ასე რაღაცები და ნუ ერთ სიტყვით გვახჩობს და უნდა დაგვახჩოს. და ასე აკეთებს ანაკონდა უმეტეს შემთხვევაში. ცხოველს დაიჭერს და ასე უჭერს ეთეხებს და მერე იხრჩობა. მაგრამ არის ერთი ცხოველი, არც სიდიდით გამოირჩევა, არც რაღაცა ისეთი ძალით. დიდი არის 1 მეტრამდე არც არის რა, ხელა რა, პატარა რა, 60-70. თაფლი ჭამია, მაჩვ ეძახიან, მაჩვ. ნებისმიერ ვარიანტში ანაკონდა რო შემოიყვება, მაგას დაახრჩობს, მაგრამ ვერ ერევა. აი და რას აკეთებს? ესე იგი ეს მაჩვი თუ ჩავარდება, ანაკონდა თუ მოეჭიდება, ის კი არ იწყებს ხელების ქნევას და ფეხების ქნევას, პირდაპირ იწყებს ამ რა ქვია ამ ანაკონდის ღრნას, ჭამს და ეს ანაკონდა კი ბრალდება, ვითომ უჭერს და მაგრამ მე ხვდება რომ ძალა ეცლება და ეშვება და გადის.
სხვა ცხოველების შემთხვევაში იმ დღეს უყურებდი ლომს როგორ აღჭობდა. მოიხვია ეს ანაკონდა ლომს და ეს ლომი ღრიალებდა, ყიროდა, ფეხებს იქნებდა, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა. მაგრამ იმდენი კი ვერ მოიფიქრე, რომ უნდა ეკბინა და გამოეგრიჯა ამ დროს ლომს აკბილები, მაგრამ ვერა, ყიროდა, ასე აღჭობს. და აი დღევანდელი დრო ასე არ გაგონებთ ახლა, რაც ახლა ხდება. ჩვენი ეს ურჩხული ეს აღჭობელა შემოხვეულია საქართველოს ასე უჭეს, ხალხი ყვირის გუზღუნებს, უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ ეს კიდევ გვიჭეს და იმის იმედი აქვს, რომ დაგვახჩობს. მაგრამ არ გამოუვა. რატო იცით მეგობრებო? ჩვენ უნდა ვიყოთ როგორც თაფლი ჭამია მაჩვი და ჩვენ ვიყავით თაფლია ჭამი მაჩვები, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე და ამის უნარი ჩვენ გვაქვს. ეხლა გადავიდეთ პოლიტიკაში. თაფლი მაჩვისა ანაკვის აქვია. აღჭობელა გველები ყავდა არაბების შემოსა. ამდენი წელი 400 წელი იყვნენ, მაინც საქართველოს გამოძრა. რუსები 200 წელი იყვნენ, გამოძრა. თურქები ხანისა, მაინც გვახჭობდნენ, გამოძვერით. და ეხლაც გამოძვერით, მეგობრებო. ჩვენ უნდა ვიყოთ როგორც თაფლი ჭამია მაჩვები. და ვიყოთ კი არა ცოტა ესეთი ნალაპაკები, ვიყავით კიდევაც და არ უნდა დავკარგოთ. უბრალოდ ვცდილობენ რომ დაგვაკარგინონ ის თვისებები. და ეს მაჩვი, თაფლი ჭამია მაჩვი რას აკეთებს? ის კი არ ხვირის, ის იყო სხვა ის გააზრებულია, განალიზებულია და წამებს თავისი გონები, თავისი სიბზნით, თავისი რაციონალობით ამ ურჩხულს, ამ აქვია იმას, ამ აღჭობელას ერევა. და ავიღოთ ჩვენი ქართული მარტო ნაცარქექია, დევს მოერია, ძალიან ბევრი მაგალითებია, რომ ჩვენ საქართველოს ბევრი ვიღაცას მოვერიეთ. კი, თვალი ახლა ზოგი პოლიტიკა ხომ ამაზე მე პოლიტიკოსები რო ამბობენ, არა, თვალი არ დაუტოვებია. როგორ არ დაუტოვებია? აი თურქები ხო იყვნენ და სად არიან? აჭარაში რო გამოსულმანები ეს არ არის შედეგი და ტაოპრაჯის წაღებული ეს არ არის შედეგი. არაბულის ისა არ არის შედეგი დატოვებულიო. სიტყვები ნახევრად არაბული სიტყვები როგორ ქართულში ეს არ არის შედეგი. ხომ ისევ იქით გადავედი, მაგრამ კაი, ერთ სიტყვით უნდა ვიყოთ თაფლი ჭამია მაჩვები. ეს უკვე ეს იგაური ის დავამთავრეთ. ხო, ალბათ გამგები გაიგეს ის სიტყვა მინდა. და ეხლა გადავიდეთ უკვე რეალურ სიტუაციაზე. რეალურ სიტუაციაზე როგორ აი არაბიზაცია რა უნდა გავაკეთოთ? აი ხა თუნდაც ჩვენ არხშიც არის ბევრი რომ აკაკი არ არის ეს თემა საინტერესო. ეს არ არის მოდი ის გვაჩვენე. მე მიკვეს ახლა შენ მაინდა-მაინც ეს მარტო მსხურული ამბები გინდა რატო ვერ გებულობ იმას რას ლაპარაკობ, როგორ ლაპარაკობ, მაგრამ ეს იგივეა რა, ნუ არაფერი არ გვინდა და მარტო ეს არ გვაინტერესებს რა ხდება. არ არის სწორი. პირიქით უნდა ბევრი ვილაპარაკოთ. იმ არგუმენტსაც მოусმინოთ, იმან სულელს ამბობს თუ არა სულელს უნდა მოусმინოთ, იმიტომ რაც უფრო ბევრი გვეცოდინება, ბევრი ადამიანი გამოიტანს დასკვნას. ერთადაც მაინც ინვესტიციაზე უნდა მიდიოდეს ლაპარაკი, აი ზოგადად არის ასეთი ლაპარაკი, რომ აი ინვესტიცია კარგია, საქართველოს ინვესტიციის გარეშე ვერ გადარჩება. ზოგადი სიტყვებია, მაგრამ მოდი რა დაკონკრეტი ინვესტიცია რა არის? არაბისთვის ეს მიწების ყიდვა ინვესტიცია, მაგრამ ქართველებისთვის რა ინვესტიცია? ვითხარით, მაგრამ ვერ გვეუბნებიან. იქიდან მხარი ამბობს, ბიჭო 6 მილიონი კარგია, ზოგადად იძახის, მაგრამ რა არის კარგი მაჩვენე კონკრეტულად? კი, არაბებისთვის კარგია, ეს საკუთრებაში იღებს იმ ტერიტორიას და იმ საკუთრებას, მაგრამ ქართველებისთვის რა არის კარგი, ამას ვერ გვეუბნებიან. ამდენს ნუ ლაპარაკოთ, დავიღალეთ ამდენ ლაპარაკს. არა, პირიქით, უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, რომ ადამიანი კი მე კი არ ჩვენ კი არ ვაძალებთ ეს ცუდია თუ და უნდა მოусმინოთ ადამიანს საბოლოო ჯამში დასკვნას გამოიტანს რა არის კარგი და რა არის ცუდი. ეხლა წინა ვიდეოშიც ხო ვთქვი, რომ აი შეურაცხყოფას ვაყენებებ ურა პატრიოტები, იმ დროს გამოვიდა თქვენ დებირო, აი პირდაპირ გამოდიან, ხო, ვინც მომხრეები არიან, მე ვთქვი, ბიჭო, შეურაცხყოფას რომ აყენებ, რა გინდა მიწვე. მაგრამ არა, ის ხო უნდა თქვას, უკვე იმიტომ რომ ადამიანი რატო იგინება და რატო შეურაცხყოფას რატო აყენებს სხვა ადამიანს, იმიტომ რომ არგუმენტები არა აქვს და ამით უნდა ვითომ რაღაცა აჩვენოს, მაგრამ არ გამოუვა, გამორიცხული. აი გადასახვევი არ შემეშალო გზათორი, გონი ძალიან ემოციებში გადავედი, მაგრამ არა, მეგობრებო, მე თავს ვიკავით, შეხო თქვი წინა ვიდეოში, რომ
თავარი ემოციებში არ გადავიდეთ და სათქმელი თქვათ წყნარად და შვიდად, მაგრამ მაინც ისეთი თემაა, რომ ვერ ისვენეთ რა. ეს გიჟი საიდან გამოვარდა მას. ახლა აპრინდელა უნდა იარდა. ეს შემოშეთ გავიდე იქით და ესე გავაგზავნე ჩვენი საუბარი. არაბიზაციის მომხრეები იძახიან, რომ ну, ძირითადად კარგია ეს ბიზნესი და ჩვენ ეს ურა პატრიოტები ვიძახით, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა შეიცვლება. არ შეიცვლება, გაიძახიან. ამ დროს არანაირი უბრალოდ ზოგადად ამბობენ. კარგი, მაშინ თქვენ გეჩვით. მოგვაქვს მაგალითები, ну, აქედან უნდა მივუდგეთ, დემოგრაფიული ან რაოდენობა შეიცვლება და ძალიან ბევრი მაგალითები გვაქვს, ხო? მაგათი ისლამიზაცია და ეს რა არის, რომ რაოდენობა იქნება მოგროვდება ხალხი და მერე არჩევნები იქნება თუ პარლამენტში შევა თუ უმრავლესობაში გადავლენ და გადავარდა და ამაზე ჩვენ ნერვიულობთ, ეს ბუნებრივია და არა ჩვენ გავაკონტროლებთ პრობლემა არ არის, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ამას აქვია დაარეგულირებს. ამიტომ ჩვენ ვეუბნებით, ბიჭო, ჩვენ ხო ვიცით ქართველები რა ვართ, ისი დამრეგულირებული ხარ და მოდი დავიწყოთ ახლა ლაპარაკი აგერ პიტაპირ ჩვენ ამდენი რაღაცა არ ვიცი და ახლა ჩამოთვალო და მე ახლა მაგალითად გეტყვით სად ვინ რა არის ეგრეთ წოდებული ინვესტიცია და რა ეშინიათ რომ რაოდენობა არ შეიცვლება იმისი ეთნის აქვია დემოგრაფიული ათით მეგობრებო აქვე ბაზალეთის ტბა რამდენია 60 კილომეტრია ნახეთ რამდენი დასახლებებია და უბრალოდ აიღეთ ის საბუთები იუსტიციის სამსახურში ვისი რაფნობერობა სულ არაბები შეიხები არ იქნება რა შუაშია შეიხები არ იქნებია არაბული სამყარო არის 500 მილიონი ადამიანი კაი დავიწყოთ ახლა მას გადავედით ბაზალეთი არაბების ხელშია არ ვიცოდი იქით ბორჯომის ხეობაში იქით მიწები აქვს აკრობენ და აპირებენ სახლების აშენებას ახტალა რა ქვია იმას კახეთში ტიბანში დასახლებებია ხალხი უკვე მეგობრებო უკვე აშენებენ საკუთრება მაგალითად ჩვენ კიდევ აზრი არა ჩვენ ამას გავაკონტროლეთ ესე იგი რაღაცა ხდება ხო არ მინდა ვამბობ ხოლმე რომ მეჯღანუაშვილები ხართ მეთქი და წინ ზოგი ეს კაცო რატო არ მე მეჯღანუაშვილი შეურაცხყოფა დღებრება არ არის ეს არის ლიტერატურული გმირი გეუბნება მეჯღანუაშვილი ვინ არის მეჯღანუაშვილი არის ადამიანი რომელიც აკეთებს ფულს მეჯღანუაშვილი იყო და იმდენი ფული ქონდა გაკეთებული აღარ იცოდა რა გაეკეთებინა და მისი შვილი მისი შთამომავლა დადიოდა დახეული და დაგლეჭილი ღარიბები და დასინოდა და მე ეს სოლომონ მეჯღანუაშვილი ვიხდა რომ რაც მინდა ეს ფული თუ არ გამოადგება ჩემს შთამომავლობას თუ არ გამოადგება ხო და ამას მაინც ტრაგიკულად ღებნობს იმ შვილსაც ვერ უშვილებს იმიტომ ის ორი შვილი ყავს ის ბიჭიც რაღაც დაიღუპება და ის გოგო დაიღუპება დარჩება ეს ფული და ღმერთმა იცის ვის დარჩება იგივეა 6 მილიარდი ისა გვაქვს რა ქვია დოლარი ფული და ბიჭო რა გინდა ეს ფული თუ შენი მომავალი თაობა იქ არ იცხოვრებს და არ გამოადგება რა ვიცი, დაფიქრეთ. და რა ვიცი კიდევ რამდენი რაღაცა არ ვიცი, ხა მე აქედან ცოტა ძნელი ალბათ თბილისში რომ ჩამოვიდრო მეც გავიგებ, რომ რა ხდება და ვის ხელშია ეს მიწები და რაღაცები და კიდევ გვასახლებ, აქედან მოდის და ბიჭაი მომსახურე პერსონალი ეკნება სამსახური. ეს არ არის ხალხო ინვესტიცია, გაიგეთ, ეს არის დაპყრობა. რა ვიცი, აი მომკალი და დამარწმუნეთ ესა და დამიძახე გინდა ულტრაპატრიოტი და გინდა ის მაგას რომ რა ისა რადიკალებიო ჩვენაერ ხალხზე ეძახი ბიჭო რადიკალიზმი მე მეუნები ან დამიმტკიცე რომ რადიკალი ვარ ან ფაქტი დამიდე ან რაღაცა დანაშაული დამიდე მაგრამ ეს არის რა სიტყვა პასუხი და მოაზრო ლაპარაკი მაინც ავარდი რა მაინც ნერვები მომეშალა მერე მომხრეები გამოდიან და ეს არაბული კომპანიასო მარტო საქართველოში კი ევროპაშიც ხორვატიაშიო ლატვიაშიო იქ აქვს ეს ინვესტიციები გაკეთებული მე დავინტერესდი ხორვატიაში მოინდომა უარი უთხრეს ბელგრადში მოინდომეს პრობლემები შეექმნათ იქ მიხვდა ხალხი ლატვიაში რაღაც გაურკვეველი სიტუაცია შეხი არაფერი დამალული არ არის და შენ ასეთი გაღარიბებული ადამიანი ვის უშვებო რატო უშვებ
ვიტყუები, არ ვიტყუები, შედით ნებისმიერ ინტერნეტში, შედით იმ ბელგრადში რა ბედი დაემართა, ხორვატიაში რა დაემართა, იმაში რა დაემართა. აზერბაიჯანში უნდათ ამის გაკეთება, ამ კომპანიას, ემარი კომპანიამ აზერბაიჯანმა უარი უთხრა. უსუმარული სამყაროა. იმათ მეიფიქრეს თავიანთ დემოგრაფიულ მდგომარეობაში და ფულზე არ შეხარბებოდა. ვიტყუები, შედით ინტერნეტში. და კიდო აი ეს რო იძახიან რომ კანონმდებლები გავაკონტროლებთ, აი პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა. მეგობრებო, შევხედეთ რომელი პრემიერ-მინისტრი წავიდა ჩვენი ქვეყნიდან ნორმალურად. ყველა კორუმპირებული აღმოჩნდა, ყველა ქურდი აღმოჩნდა, ყველა რა ვიცი რა აღმოჩნდა. და გვენდოთ, აი რატო უნდა გენდო? აი 10 შემთხვევიდან ვაჯერ რომ მოგატყუებენ და მე-9-ჯერ რომ დათანხმდები, რა ქვია მაგას? რა ვიცი, მე არ ამგონია რა მაგას ქვია. დებილიზმი ალბათ რა და რა ვიცი, რა დებილები ვართ მეგობრებო. რა, მე მგონი არა ვარ დებილები და ან დამისაბუთეთ, მე თუ დებილი ვარ, თუ ისე დამისაბუთეთ. აი რატო უნდა გენდოთ? გონი ისე ვიმათ იმაში გადავედით, უკვე ვიცით, ცუდია თუ კარგი, უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს ამ ვიდალ და გამოსავალი რა არის? ყველაზე ნორმალური გამოსავალია რეფერენდუმი. შენ თუ მართალი ხარ და ამდენს ლაპარაკობთ, ყაყანებ და საქმეზე არ არის რეფერენდუმი, მაგრამ უცბად გახსენდება ის მახრჩობელა გველი, ხო? იყაყანონ და დაიღლება ეს ხალხი და რა ქვია, შეგვეშვებიან ჩვენსაც მაინც გავიტან, მაგრამ მე გეუბნებით, მოდი ჩავატაროთ რეფერენდუმი და დამთავრდება, მაგრამ თუ არ გინდა ესე ჩანს არ უნდა მახრჩობელა გვერევით გიჭეს და ეს ხალხი დაიღლება და მე ჩვენსაც გავაკეთებთ. არ არის შედარება, არის შედარება. ეხლა გამოდიან ადამიანები და იცახე, არ დაიღალეთ ხალხმა ამდენი პროტესტი და არ დაიღალეთ, მოდი რა დაგვაწყნარეთ. დაწყნარდები, როგორც მახრჩობელა, მაგას ელოდება რომ დაწყნარდები და ამან გიჭიროს. არ უნდა დაწყნან, სანამ უნდა გაიტანო, იმიტომ გამორიცხულია. მაგრამ რა იცი რა მიკვის იცი, აი მაგალითები აგერ ნიუ-იორკში, ევროპაში, იმაში და მაინც რო ჩერდებია რა. მაინც არ ჩერდებენ და მახრჩობელა მიცის ეს ასე იქნება, იყაყანებენ, მე მაინც მოუჭერო და ხედავთ ხო პარალელსა და კიდო ასეთი ადამიანი ხო აზრი არ აქვს, მაინც ვერ მოერევი, ისე მოხდება როგორც მოხდება, ისე გახდება როგორც საჭიროა, შენ მაინც ვერ მოერევი. ხო? მახრჩობელასთან თუ გაჩედი და ვერაფერ ვერ გააკეთე, დაკახჩოს. მაგრამ თაფლი ჭამია, მაჩვი არ ჩერდება. პირიქით შედის და ხნის და გამოდის ანებებს. არ არის ჩვენთვის მაგალითი? არა, მაინც გააკეთებს იმას. აი კიდო რა მატარდებს, იცი? პირდაპირ გეტყვით ახლა საწყენად არ მიიღოს, იმიტომ ვიცი არ ეწყინებათ, მაგრამ იმიტომ ობიექტურად ვიძახი. აი ჩვენი მორწმუნე ხალხი, ადამიანები რომლებიც ეკლესიაში დადიან და იძახიან ბიბლიას მივიძებთ და ამას უნდა გავაკეთო და რა არის, იცი? აი ძალიან ბევრისგან გამიგია და აი პირდაპირ ვეტყვი რომ ისევ სიყვარული და პატივისცემი და რაც წერია მაინც უნდა მოხდეს. აი ხო ხტები და ბიბლიურად როგორ არის ეს სამყარო დაეღუპება და მიყევი. კი, რა თქმა უნდა, მერთმა დართო ეს ნებართვა, მაგრამ ელემენტად თუ შეგიძლია, რატო უნდა მიყვე? ხედავ რომ ვიღუპები რა, ბიბლია მაგას გეუბნება? არა, მაინც ასეთია, მაინც აზრი არ აქვს და ეს ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ ქრისტიანი და მორწმუნე ადამიანი არის მებრძოლი ადამიანი. ხო გაგიგიათ, ქრისტიანები ვართ მებრძოლი ხალხი, მაგრამ მებრძოლი ხალხი ასე თავშვიდე იმით კი არა, უნდა იღებს სულით, უნდა იღებს შენი რწმენით უნდა გაეტანო, შენი არსით, შენი ცნობიერებით. არა, მაინც მოსახდენი მოხდება, ძალიან ცუდი ხედვაა, მაგრამ მოსახდენი მოხდება და ის მახრჩობელა დაგახჩება თავის საქმეს გააკეთებს. მახსენდება კიდო აი, ერთო მიშველე და მე უფრო მოწყვეტ, ბიჭო, ხელი გაანძრია და გიშველეო, აი ასეთი რაღაცაა, გაანგული წვება. აი კიდო ერთი კაი მაგარი, აი იგავები ძალიან მაგრამ იქნას რა. აი ძალიან ცნობილი იგავია. ორი ბაღაკი ჩავარდება რძით სავსე ქოთანში.
ერთი ბაღაკი ფიქრობს, არ მეშვენება მაინც ვერაფერს შეშველიო და ჩაიძიება და მეორე მოძრაობს და იმდენი იმოძრავა, რომ გახდა კარაკი გამაგდა და ეს ბაღაკი ამოხდება იმ ფოთიდან და გადარჩა. ესეც იგავია და ძალიან მაგარია. აი არ შეიძლება რა მოშვა. მე იმას გავიძახებ, უნდა იბრძოლო, ღირსევლად უნდა იბრძოლო. თან უყურეთ, აი რწმენაზე წავიდა ლაპარაკი, ხო? არ დავმანავ და აი ქსენოფობიას მაბრალებენ, მაგრამ რა შუაში აქვს ქსენოფობია? ხო იძახიან ქსენოფობები ხართ. აიღეთ ყურანი, აიღეთ მათი სწავლებები, პირდაპირ წერია, რომ ისლამი უნდა გავცეთდეს მთელ მსოფლიოში. ეს არის ნებისმიერი ისლამის მიმდევარის საპატიო ვალდებულება. და ამას აკეთებდა. ამას ძალით აკეთებდა, თუ ადრე აკეთებდა ძალით, ამას აკეთებდა 1000 მეთოდე გაფრთხილებით, ეხლა აკეთებს ფულით. არ გიფროს, მაგრამ ფულით ხო გიფროს, გითხრებს ხო? და ძალიან მარტივად, რაოდენობა უნდა შეიცვალოს და რაოდენობა ეხლა ჩემს სახში ეხლა სიტყვაზე სტუმარი მომივიდა 60 ოთახიანი ბინო აქ ერთ ოთახში დავასახლე ჩემი მეგობრების ამბავში ხო? ოჯახი მოვიდა და მე მყავს 2 შვილი და იმან გააჩინა 10 შვილი, ის ხო გაფართოებაზე იფიქრებს. აი ძალიან მარტივია და რა ვიცი, აი თუნდა ქრისტიანული ამბავით ეს არის და ჩვენი წინაპრები, ესე იგი ყოფილა შტერები რო იბრძოდნენ და ხლითა რო იბრძო, ესე იგი თბილად იბრძოდნენ. არა, ხაშ ყველაფერი მოგვარდება თვითონ. აი მე ეს მარაზმად მიმაჩნია და იცხოველი სულა ეხლა ანაკონდის მახჩობე ხო ყველაფერი მოგვარდება და მე იქ მოუჭერს და მოგვარებული იქნება საქმე. თუ ასეთი აზრია, აი რა უნდა გავაკეთო? ყველამ უნდა გავაკეთო თქვენი საქმე. მე აგე ჩემი YouTube-ის არხის საშუალებით ვაკეთებ. იქ ვიღაცა სადღაც მუშაობს, იქ სკოლაში და ყველამ უნდა დააფასოს რა არის პლუსი, რა არის მინუსი, ეს უნდა გავრცელდეს. და ყველაფერი ეს მოგვარდება. თუ არ გააკეთე არაფერი, არა თქვი, არ იმოქმედე, თუ არ დაატანე. მოგიჭეს ეს მავჩობელა და დამთავრდება. გადაყლაპავს ამბავს და იყო და არა იყო რა იქნება ეს ამბები. მაინც რაღაცნაირად ამერია სიტუაცია, მაგრამ გონის ჩემი სათქმელი თქვი არა მეგობრებო და ჩვენ კიდევ ვიტყვით ყოველ ერთ კვირაში ერთხელ ამ პრობლემას განვიხილავთ და ჩვენი ვალდებულება არ გავჩერდეთ და ვიმოქმედოთ და ისევ გადავალ იმ თაფლა მარშვის შესახებ. არ ჩერდება და ღრნა და განთევზო და ავიღოთ ეს თაფლა მარშვის მაგალითი. არა კიდაც რომის, კიდა ვეფხვის, კიდაც ავის აცხოველის, რომელიც იბძვის ღრიალებს, მაგრამ შედეგზე ვერ გადიხარ. ჩვენ თაფლა მარშვები უნდა ვიყოთ. და იცით რა არის საინტერესო? საქართველოსთვის ეს არ არის პირველი მაგალითი. აი წარმოიდგინეთ კაცობრიობა რამდენი წლებია, რამდენი საუკუნეები არ შემოს და ქვეყნები განადგურდნენ და გაცამჭრდნენ და დაიკარგნენ ერები და საქართველოს მოახერხა აქამდე მოღწევა და რატო? იმიტომ რომ აი ეს მებრძოლი სული გვაქვს და თაფლა მარშვის ამბები გვაქვს და არ ჩერდები და გვაქვს ეს გონება და გვაქვს ეს სიბრძნე და რატო არ უნდა გამოვიყენოთ რა? გამიგეთ არა მეგობრებო, ამიტომ მეგობრებო ვიბრძოლოთ, გავჩერდეთ და მივიდეთ შედეგამდე. და ჩვენ ეს ვიდეო დავამთავროთ ისევ ვითაც დავიწყეთ. საქართველოს შემოეხვია მახჩობე და გველი, უნდა დაგვალოს, დაგვახჩოს, გადაყლაპოს, მაგრამ არ გამოვუვათ მეგობრებო, არ გამოვუვათ. რატომ იცით მეგობრებო, რატომ იცით? იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ღმერთთან და ღმერთი გვეტყვის რა უნდა გავაკეთოთ. და მისი შემქმნელი და მის გვერდზე რო დგას, ის ცუდ რაღაცას გირჩევს, ცუდ გზას გეტყვის, მაგრამ თავი არ დავიზარო და ვიმოქმედო. კარგით აბა მეგობრებო, ცოტა ისეთი ვიდეო გამოვიდა. გამგები გაიგებს, არ გამგები არ გაიგებს, მაგრამ თქვენ ვიცით რა გვინდა. მე მაინც ბოლომდე მივაქვს. კარგით აბა მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით, ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და ყველაფერს კარგს.